პროცენტმა დაიწიოს საბაბო კრედიტებზე, მაგრამ სისტემა, დასავლური სისტემა ეს ბანკოკრატია იგივე დარჩება, აბსოლუტურად უცვლელი იქნება და მაინც დამოკიდებული იქნება გარკვეულწილად. ეს ახლა როგორც ბრიქს არ აწყობს, ისე საქართველოსაც არ აწყობს და ამიტომ აი აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს აი ჩვენთან უფრო ადვილად მოხდეს ეგ რეფორმები, ვიდრე ამერიკაში წარმოუდგენლად მიმაჩნიეს. ხო, არა, ისია გამჯდარი, რომ რავი, თლიანად დაინგრას მაშინ ამერიკა ახლიდან აშენდეს, რომ კი და ჩვენთან ადვილად შეიძლება და აი თუ ეს ერთადერთი აი მართლაც ყველანაირად ჩვენ თაფლში ჩაგვსვავენ და ოქროებს დაგვაყრიან, აი მაგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ უმტკივნეულოდ გამოვიდეთ ძალიან სწრაფად მაგ გავლენებიდან საბანკო მევახშური აი დასავლეთის ანალოგს ხო აკეთებს ბრიქსი, აი მაგალითად იქნება დივერსიფიცირებული ცენტრალური ბრიქსის ვალუტის ბეჭდვის ექსკლუზივი. დივერსიფიცირებული იქნება. რამდენიმე ქვეყანაში მოხდება ეგ. ჩვენ რადგან ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კვანძი უნდა ვიყოთ, ხო, აი ჩვენ რომ ჭკვიანი ხალხი ყავდეს თავრობაში და ერთმანეთს არ ჭამდნენ რუსთაველზე ნამცეცების გამო. ჩვენი ხალხი უნდა მოქმედებს იმაზე, რომ ერთ-ერთი ცენტრი ვიყოთ ჩვენ მაგალითად. ჩვენ იმ ლოგისტიკური ჯაჭვით შემოსავლით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ მაგის ბეჭდვა. ანუ ლარს ვერ ბეჭდით, მაგრამ შემოსავალი თუ გვექნება იმ ჯაჭვით, ხო, რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ შეგვიძლია მაგის ძალიან დიდი ნაწილი მაგის ბეჭდვაში დავხარჯოთ. ეგ არის ფაქტიურად, რა ვიცი, ბილეთი თავისუფლებისთვის, ხო? და ეგ კი არ დაგვანგრევს ეგეთი რეფორმა. პირიქით ვერც ვიგრძნობთ კი არა, უკეთესობისკენ ცვლილებას ვიგრძნობთ. ანუ საერთო ჯამში, ხო, საერთო ჯამში ყველაზე მინიმალური შემოსავალი წლიური არის 5 მილიარდი, ხო, ამ ლოგისტიკური ჯაჭვით და საერთო ჯამში დათვლებით, ანუ მთლიანად გამართული ინფრასტრუქტურა, როდესაც იქნება, საუბარი არის 15 მილიარდზე წელიწადში. საქართველოს ეგეთი თანხა წელიწადში ისე უბრალოდ რომ შემოდიოდეს, ხო, ეგ არის აი ეს კოლოსალური ცოტა ვართ მოსახლეობა და ძალიან ბევრია ეგ თანხა. ანუ ბევრ ამას შევძლებთ ამ ქვეყანაში რომ გავაკეთოთ. და ანუ აი ამ თემებზე უნდა მუშაობდეს კაცო ქართული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ ვერ გადაგვიწყვეტია ხა ბიძინას უნდა მოვეფეროთ თუ უნდა შევაგინოთ. პაატა აბულაძეს გავიხსენებ მე ბოლოს სტუმრობას ჩემთან რა და მაშინ ესეთი საუბარი გავუშვი მე და ხო მე ძალიან მაინტერესებდა პაატას ეს გამოკითხვა ჩაუტარე მე ხო პაატას აზრი ისედაც ვიცოდი რა სიტყვა და დაახლოებით რა მაგრამ რაც მთავარია ერთი რამე თქვა ვათქმევი ნე მაგრამ რო არ დომობდა არც იტყოდა რა თქმა უნდა ეხლა ჩემი დამსახურებაც არ არის ეს მართლაც მაგრამ მივიყვანე იქამდე რომ თქვა აი ესეთი რაღაცა ძალიან კარგი იქნება რომ იცოდნენ პარლამენტში ამ მთავრობაში რა უნდა გააკეთონ არც იციან რას აკეთებენ არც იციან რა უნდა გააკეთონ და საერთოდ გაგებაში არ არიან რა პოლიტიკას უნდა მიატუნენო რა და აი ესე იგი თურმე ესე იგი შიგნით კარგად ესმით ქართულ ოცნებაში რომ საერთოდ აბსოლუტურად აი ნუ დესტრუქციული ძალებით არიან გადატენილი ეს მთავრობები, სამინისტროები, პარლამენტი, მთელი ინსტიტუტები, სახელმწიფო ინსტიტუტები აბსოლუტურად ყავის მასზე და სიგარეტის წერები არიან გადასული ესე პირობითად რო ვთქვათ რა. გაგებაში არ არიან ქვეყანა როგორ უნდა ააწყონ და საით უნდა მიმართონ და როგორ უნდა მიმართონ და რა დროს რა უნდა გააკეთონ. აი ახლა რუსეთზე ილაპარაკეთო გვეუბნებიან და ამ დროს უკვე რუსეთთან უნდა ლაპარაკობდე ოფიციალურ დონეზე. ესე იგი შენ უნდა გქონდეს უკვე ის რა ქვია დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილი მინიმუმ დაწყებული ეს პროცესი და უკვე უნდა გადადიოდეს საქმეზე რასაც გეუბნება მაგალითად აგერ თავისი აი ეს თუნდაც ჩინეთის ელჩი პირდაპირ ფაქტიურად გეუბნება რომ მოგიწოდებს რომ შენ ვიცი რა ძმაო მოდი რა რუსეთთან დროზე დალაგდი გეუბნება პირდაპირ გეუბნება თან მარტო ჩვენ კი არ გვეუბნება ჩინეთი რუსებსაც ეუბნება მალე დალაგდი საქართველოსთან ეგა ეხლა რუსებს რო ეუბნება რა თქმა უნდა უკვე პარტნიორები არიან და დიდი სავაჭრო გამოცდილება აქვს ერთმანეთთან და კარგად აქვს ეს ეკონომიკა სავაჭრო ურთიერთობები დალაგებული მაგრამ აქ რა ხდება იცი როდესაც ეს ერთი ინიციატორი და მეორე ინიციატორს ეუბნება რომ მოდით რა დაალაგე საქართველოსთან ურთიერთობა და ამ დროს შენ არ იცი საიდან დაიწყო
ესე იგი ფიქრობ, რომ ვაი თუ ამერიკამ ბრიქსი დაამარცხოს, პროექტი არ განხორციელდეს, მე რამე შველებათო. მე რამე შველება. ესე იგი, ქვეყანას კი არ უფრთხილდებიან, რომ ქვეყანა დაზარალდება ბრიქსის არ. ხო, საკუთარ თავი რო არ დააზარალონ და მე არ მოხდეს ისეთი რაღაცები, რომლის დროსაც მაგალითად, გაქცევა მოუწიონ ქვეყნიდან ან საერთოდ რაღაცა ისეთ სასწაული მოხდეს. აი, კითხვას გისვამს ქალბატონი ლია. ბატონო ბადრი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩუმად მაინც დადიან მთავრობიდან რუსეთში დასალაგებლადო? მე ვფიქრობ, ეხლა კახით სიტყვის ამაზე ორ სიტყვას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კულუარული მოლაპარაკებები უკვე კაი ხანია მისვლა-მოსვლა, აი იმებს, რა ქვია, მარბენელებს რას ეძახდნენ ხოლმე ადრე საქართველოში. შიკრიკი. შიკრიკები დარბიან, მე მგონი რა, შიკრიკები და ისინი, რა ქვია, ვიღაცები დარბიან რუსეთ, მოსკოვსა და თბილისს შორის თავისთავად. იმიტომ რომ მაშინ არ დაიწყებდა რა, მოსკოვი არ დაიწყებდა იმას, რაც გააკეთა აფხაზეთში და რასაც აკეთებს აფხაზეთში. ეს რაღაცა პატარა შეთანხმების და უკვე პროცესი რო დაწყებულია, თუნდაც კულუარულად, ხო? ეს იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთი უკვე აი აფხაზეთის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს დაწყებულია. მე უბრალოდ მაგას დავამატებ იმას, რომ ძალიან ცუდია თუ მართლა მიდის კულუარული მოლაპარაკებები, იმიტომ რომ უნდა მიდიოდეს საჯარო. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით კულუარებში რას დაათმობინებენ ჩვენ მთავრობას. საჯაროდ რა პოზიციები აქვს რუსეთს უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რა ინტერესებს ვიცავთ. ჩვენ ხო არ გვაქვს აბსოლუტური ნდობა ოცნების მიმართ, კაცო. აბსოლუტური ნდობა არ გვაქვს. იქნება რას თმობენ, რას დებენ სავაჭროდ, ეგაც ხო უნდა ვიცოდეთ მაგიდაზე, კაცო. ნდობას რო უცხადებ თავრობაში მოსვლაზე, ხო, ეგ იმას არნიშნავს, რომ უცხადებ აბსოლუტურ ნდობას მთელ შენს ცხოვრებაზე და მთელ შენს მომავალზე და მომავალ თაობებზე. დამფუძნებელი გეუნება კახი, რომ დებილები ზიანობა ყველგან. ხო, მით უმეტეს. ხო და ამიტომ მე მინდა რომ საჯარო იყოს ეგ. თუ კულუარულია ძალიან ცუდი, გამოიტანეთ საჯაროდ და მეორე არის კითხვა კიდევ ჩინეთის გაძლიერება რატო გინდათო და ამ კითხვას უპასუხებ მარტივად. აი პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის ის, რომ კითხვის ბოლოში წერია ორი სიტყვა რატომ გინდათ. ანუ ჩვენ რასაც განვიხილავთ აქ, ხო, რაც ხდება, ეს არის ანალიზი. და რა გვინდა, ხო, ეგ არის სხვა რაღაც. აი ქართველების უმეტესობის აზროვნების ეს ხაზი მიდის ესე რაღაცის ანალიზს ვაკეთებ ისე როგორც მინდა და არა როგორც არის. და ჩვენი პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ მაგიტო ვაკეთებთ ფსონებს წაგებულებზე ხოლმე. 1918 წლის საქართველოს წაგებულ გერმანიაზე, უკვე წაგებულ გერმანიაზე გააკეთა ფსონი. განა ისე რომ წინასწარ არ იცოდა უკვე წარუაგებდა გერმანია, მაშინ გააკეთა ფსონი საქართველოს კაცო. ჩვენ იმას კი არ მომბობთ, რომ ჩვენ საქართველოს გაძლიერება გვინდა კაცო. ჩინეთის გაძლიერება კი არა. ჩვენი ქვეყნის გაძლიერება გვინდა. ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ დასკვნებს იმ დასკვნებს იმ მოვლენებზე დაყრდნობით, რაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. მე ხო არ ვიცი იქით შიგით კაცო იქ სი ძინპინი ურეკავს თუ არა საღამოობით ტრამპს და რაზე ლაპარაკობენ და პუტინს და შეიძლება სამივე ერთად კონფერენციას მართავდნენ ტელეფონებზე. მე არ ვიცი. მე რაც ვიცი მათი განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც საჯაროდ ამბობენ, რა მოქმედებებსაც აკეთებენ, საითკენ ისვრის ხოლმე პუტინი ორეშნიკს და სად დადგამს და რას დაუმიზნებს, მანდედან გამომაქვს დასკვნები. განა მე რომ თქვა მე რა მინდა, ანუ აი თქვენსავით, მე ხა გავაკეთებდი ესეთ ანალიზს. აი სურვილებზე დაყნობით ესეთი ანალიზი იქნებოდა. რუსეთმა ფაქტიურად ეს არის ალტიფოს მხარდამჭერები და ალტიფოს წარმომადგენელიც საუბრები ახლა ზუსტად. წარმოიდგინეთ სურვილებზე დაყრდნობილი ანალიტიკა როგორ გამოიყურება, იცით? რუსეთმა უკრაინაში თითქმის ამოწურა თავისი ცოცხალი ძალის პოტენციალი, იარაღიც ეცლება, იმიტომ უწევს დიდი იარაღების გამოყენება. ჩინეთს ფაქტიურად ახლა კუთხეში მიუწყდებს ტრამპი და ეტყვის, რომ გავიყვან ამერიკულ კომპანიებს და ჩინეთი დანებდება ტრამპს და გამოვა ბრიქსიდან, დაშლის ბრიქსს და მერე ამერიკის შეერთებული შტატების შემოვლენ საქართველოში ჩადგამენ ბაზას საჰაერო თავდაცვას აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაყრიან რუსებს, ააშენებენ ანაკლიაზე პორტს უფრო დიდს და ჩვენ ვიქნებით, რა ვიცი, დიდარი ძლიერი ერთიანი საქართველო. აი ესეთი ის გინდათ, ანუ ანალიზი ხო მაგარი მოსასმენი იყო. მაგრამ ეგ არის სურვილები.
და ესე ფორმულაზე რო გადართოთ, აი ხა მე რაც მოვყევი, განა სხვა რამეს გაიგებთ. ზუსტად ესე კაცი დგას იქ და პუტინი ბუნკერში მოკვდა და ესე იყურება ხო. აი ესეთი რაღაცა მე ვსაკეთებენ ხოლმე გადაცემებს რა. გაგცემთ გვანცა პასუხს, გაგცემთ აუცილებლად მივალ თქვენ კითხვის პასუხს. გვანცა ეს ყველაფერი არ მოხდება. თუ მე რასაც ვამბობდი, სხვა დაიჯერეთ. არა, მე ვამბობდი, რომ ეს არის სურვილებზე დაყრდნობილი ანალიტიკა, მეთქი სინამდვილეში მასე არ იქნება. ტრამპი ვერ დაშლის ჩინეთს, რუსეთი არ დამარცხდება უკრაინაში, სამწუხაროდ ყველაფერი ისე მიდის, რომ ჩვენ მოგვიწევს ძალიან ძიმე და არც თუ ისეთი მარტივი არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ ტრამპი დაგვაყენებს არჩევნის წინაშე. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში იწყება შავი, რთული, ძიმე და უბედური წელიწადი, რომელიც არის გასაძლები. არაფერი კარგი მაგას არ მოაქვს. აი მე ერთ პოზიტივს ვერ ხედავ, მანდ და რა უნდა მოვიდეს. გეების აღლუმები თუ აიკრძალება, ეგ ჩემს არაფერს არ ნიშნავს. ანუ ისედაც არ ვატარებინებდი, იქვე დავდიოდი, ყოველ ზაფხულს მივდიოდი და არ ვატარებინებდი ხოლმე. აი რასაც ქვია ეკონომიკურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად საქართველოსთვის მოდის ძალიან ცუდი წელიწადი, იმიტომ რომ მოდის ტრამპი, რომელიც ებრძვის ჩინეთს და რომელსაც აქვს გადაწყვეტილი, რომ ანუ ევროპაში არ უნდა შეუშვას ჩინური ეკონომიკური ექსპანსია. და ეგ ჩინური ეკონომიკური ექსპანსია შედის საქართველოსთან, ანაკლიის პორტიდან, რომელიც უნდა აშენდეს. ანუ აი ეს იქნება ჩვენი რა ვიცი ხა, ჩვენი მომავალი წელიწადი და ალტინფოდან 15 იანვრიდან მაგალითად ლამაზ მომავალს მეც დავხატავ შენსავით, ოღონდ ამერიკას გამოვთიშავ ერთი და პუტინსაც გამოვთიშავ, ტრამპსაც, იქ ბაიდენსაც და იქ სულ ერდოღანსაც და სულ ყველას გამოვთიშავ. ესე იგი სულ ყველანი ეგენ დაიხოცებიან, დარჩება მთელი მსოფლიო, ესე იგი ლიდერების გარეშე და ბიჭინა ივანიშვილის თურმე გავიგებთ უცბად დილა გათენდება და გავიგებთ, რომ თურმე კრიპტოვალუტაში დაახლოებით, ნუ 150 ტრილიონი მაინც ქონია იქ დადებული უკვე გადანახული და ბიჭინა ივანიშვილი დაიწყებს მსოფლიოს დაპყრობას ამ კრიპტოვალუტით რა. და აი მე უკვე რეებს გავაკეთებთ აქ და ქართველები როგორ განვითარდებით და საქართველო როგორ განვითარდება. მე ვნახოთ აი ეხლა კახი მკითხვა იქ ამერიკის დახმარებით. მე კიდე დამოუკიდებლად როგორ განვითარდება, დიდი სურვილი მაქვს რომ ეგეთი ანალიზი დავდოთ რა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ არის ისეთი გარე ფაქტორები, რომელსაც ვერსად ვერ გაექცევი და ეს გარე ფაქტორები მოქმედებენ საქართველოს თუნდაც იმაზე, თუ საით უნდა წავიდეთ. იმიტომ ვკითხულობ ყოველთვის ბოლოს და ბოლოს ჩვენი კურსი საით არის, დასავლეთისკენ თუ ბრიქს, აი ევროკავშირში გაწევრიანება, ესე იგი ეს დასავლეთის კურსია და თუ მაგალითად ბრიქსთან თანამშრომლობა, ჯერჯერობით ჩვეულებრივი თავისუფალი ესე იგი სტატუსით ბრიქსთან თანამშრომლობა. მე მოდი ახლა ჩვენ ცოტა ბრიქსის პლუსებზეც ვისაუბროთ კახი და იქნებ რაღაცა ისეთი აი იმ ადამიანებთან რომლებიც სკეპტიციზმით არიან შეპყრობილნი, იქნებ მათაც განუმარტოთ, რომ ბრიქსს რა შეუძლია საქართველოსთვის მოიტანოს, ბრიქსის გაერთიანებას. რამხელა ვინ შედიან დაახლოებით, ნუ ახლა ყველას ჩამოთვლა არ არის აუცილებელი. თავარი ეკონომიკური ღერძი ჩინეთია, ეგ არის მთავარი, ხო? ანუ თავარი ეკონომიკური ღერძი ბრიქსის არის და ინდოეთი გახდება კიდევ მალე და ინდოეთი და რუსეთი სამი ქვეყანა გეყოფა რა, ეს ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი. ანუ ჩვენთვის რაც არის ბრიქსი, ანუ საქართველოს რა აქვს თავარი გეოგრაფიულად თავარი ეკონომიკური პოტენციალი, ეს არის სატრანზიტო პოტენციალი, ხო? ანუ არის გასაყარზე, აქვს ზღვაზე გასასვლელი და აქვს სატრანზიტო პოტენციალი. რომელ ორგანიზაციებს ან გაერთიანებებს შეუძლიათ ამ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენება და რეალიზება. ევროკავშირს მაგალითად შეუძლია ნაწილობრივ, ანუ შენგენში რო შეიყვანოს საქართველოს, შეუძლია გახადოს რაღაცა მყიდველი ქვეყანა, ანუ სადაც კომპანიები გახსნიდნენ მაგალითად თავის წარმომადგენლობებს დასწრებიდან, აღმოსავლეთიდან და აზიიდან იყიდნენ პროდუქტს, შემოიტანენ საქართველოში და აკციზებდნენ ქართულად და როგორც ქართული შენგენის პროდუქტი ისე შევიდოდა ევროპაში. ეს ერთი იყო. ამისათვის საჭირო იყო პორტის აშენება და თავაზობდა საქართველოს ამას ევროკავშირსაც, თავაზობდა ამას
ამერიკასაც, მაგრამ არავის არ ქონდა აქ აშენების ინტერესი, იმიტომ რუსეთის ფაქტორის გამო ვერ ისკავდნენ რეგიონში შემოსვლას. მეორე არის BRICS-ი, რომელიც ამბობს, რომ მე გავაკეთებ მანდ პორტს, რომელსაც შეიძლება როგორც ასევე მიიღება, დამოუკიდებლად, იმიტომ რომ საქართველოს ექნება 51% აქტივის, ანუ დამოუკიდებლად მიიღება პროდუქტის დასავლეთიდან, მაგრამ ასევე გატანა დასავლეთში, ანუ ორივე მხრიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ყველა მხრიდან ეს პორტი შესაძლებელია რომ მომარაგდეს და ყველა მხრიდან ექნება მას მომსახურების საშუალება, ანუ საჰაერო, სარკინიგზო და ასე შემდეგ. არა, ჯერ გადავთვალოთ სახმელეთო გზები, აბა რომელი მიმართულებები. სარკინიგზო გზები, რომელმაც უნდა გაიაროს აფხაზეთზე, რომელმაც უნდა გაიაროს შიდა ქართლზეც, ანუ ეს ორი იყო. ასევე ბაქო, ანუ ხო, თურქეთზე ყარსი და ასევე არის, ანუ ირანიდან მომავალი, რომელიც უნდა გაკეთდეს და რომელიც უნდა გამოიაროს დიდი ალბათობით აზერბაიჯანზე გამოდის, იმიტომ რომ სომხეთი ბლოკავს ამ პროექტს და არც აპირებდნენ, იმიტომ რომ ზანგეზური არ იყო. ზანგეზურის პრობლემა არ არის მიმზიდველი. ფაქტურად ჭრიდა იმ ხაზს რა და ვერ გაატარებდნენ და აზერბაიჯანზე გაივლის. ხო და საზღვაო მხრივ კიდე აზერბაიჯანი, რასაც კასპიის ზღვიდან იღებს ჩერეს ყაზახისტანი, ისაც შემოვა სახმელეთო გზით ქართულ პორტზე. ესე იგი, რკინიგზა აფხაზეთიდან დაიწყო, ცხინვალიდან, ხო. ფოთი ბათუმი, ცხინვალი, კიდე ყარსი. ეს ხუთი მარტო სარკინიგზო ხაზი, რომელიც აბსოლუტურად საკმაოდ დიდ მოცულობებს ტვირთს გვპირდება, ესე ვთქვა. ნუ იქ თავისთავად ავტობანებიც იქნება, ავტობანი ეს განუყოფელი ნაწილია რკინიგზისა და აი ამ გზების, სახმელეთო გზებისა და აეროპორტი თავისთავად და გემები, რომელიც ნუ ევროპაში გაიქნება. აეროპორტები, ანუ რამდენიმე აეროპორტი იქნება. ხო, საქართველოს დაემატება სატრანსპორტო და ქსელი იქნება სატრანსპორტო აეროპორტების. წარმოიდგინე. მაგას ვამბობ ზუსტად. და ეხლა წარმოიდგინე შენ, რომ აი ამდენი საშუალებით შენ დაახლოებით რაც დათვლილია ჩემი აზრით, თუ სწორად ამაქვს ინფორმაცია და კი ვაზღერებ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვამატებ, რომ ჯერჯერობით რაც ინფორმაცია არსებობს. ეს არის 110 მილიონი ტონა ტვირთების გადაზიდვის საშუალება. აი ამ გზებით 110 მილიონი ტონა. ეხლა ჩვენ რომ დაუპირისპიროთ ბალტიის ზღვას. ბალტიის ზღვა ატარებს იქით აქეთ შენგენის ზონისკენ და აი სკანდინავიის ქვეყნებისკენ, ესე რომ ვთქვათ, რატო არიან მდიდარი ქვეყნები, ამაზეც გვისაუბრია ჩვენ არაერთხელ, რატო ესე იგი ეს 120 მილიონი ტონის გამტარია ბალტიის ზღვა. ეს არის ნუ საკმაოდ დიდი მოცულობებია. ეხლა თქვენ თუ გინდათ რომ დღეს წარმოიდგინოთ ჩრდილოეთის აი ეს დერეფანი რამდენს ატარებს, მე გეტყვით თქვენ რომ დაახლოებით 20 მილიონი ტონის გამტარია აი ამ სიგრძე გზა, რომელიც კილომეტრებით რუსეთის 1000-ობით კილომეტრი რუსეთზე გადის, ხო? ეხლა 20 მილიონი შეადარეთ 100 მილიონს და წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთი ამას არ ბლოკავს, რომელსაც ჩრდილოეთის დერეფანი აქვს თავის ტერიტორიაზე და არ ბლოკავს ამ პროექტს. რატომ? აი ხო უნდა დასვათ კითხვა. რუსეთს შეეძლო ეს დაებლოკა ეს პროექტი მთლიანად და თავისი ჩრდილოეთის მიმართულება აემუშავებინა. მაგრამ როგორც უნდა დავფიქრდეთ ჩვენ და უნდა აი რატომ არ ბლოკავს? იმიტომ არ ბლოკავს, რომ ყველაზე ხელსაყრელი დერეფანია ჩვენი დერეფანი, ყველაზე უმოკლესია და ყველაზე მომგებიანია ტვირთბრუნვისათვის რა. ეს არის ფაქტი და მოდი იმასაც ვიტყვი კახი და მერე გავაგრძელოთ ისევ ამ BRICS-ზე საუბარი, რადგანაც ჩვენ მე პოლიტიკური მხარეს უნდა განვიხილოთ ამისი. მე რა მაინტერესებს, იცი, ახლა უყურე რა შეიძლება რა სარგებელს იმ ფილმში როა იმერულ ესკიზებში რა სარგებელს გვაძლევს მამალიო, ხო? და ჩინჩლავს ის ბავშვი რო იძახის. აქ მარტო დაჩინჩლაზე არ არის საქმე, აქ არის უკვე ესე იგი შენ ფაქტიურად ხდები ამ ქვეყნების ინტერესში მოქცეული ხარ და ეს ქვეყნები შენ უსაფრთხოებაზე ვალდებულებას იღებენ, რომ შენ უსაფრთხოებაზე იზრუნონ, რადგან არავის არ აინტერესებს 600 კილოიანი თუ 100 კილომეტრიანი თუ 1000 კილომეტრიანი დერეფანში იყოს არეულობა და მთელი ეს რაღაცა გამოწევა და მთელი ჭიდილი იყოს, ყევები იყოს, არავის არ აინტერესებს აბსოლუტურად და
ფაქტიურად შენ მშვიდობის აი ნუ მტრედი ხდები რა, მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ უფრო გასაგებენაზე, რომ ისეთი ფავი ხდები, რომ აი მშვიდობა გჭირდება და მშვიდობა ჭირდება ამ ყველაფერს, ეს რო განხორციელდეს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიაზროვნეთ ისე, რომ ეს იქნება სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რომელიც გაძლიერდება საქართველოში და ეს საბანკო სისტემაზეც მე ვისაუბრეთ უფრო, აი ბატონი კოლხით შემოგვიერთდება. და მე ვიტყოდი კიდე რომ გარდა ამისა ეკონომიკური სიძლიერე 100 მილიონი ტურისტების გატანა ნუ მოდით რა გატანება აქეთ იქით ხო 100 იქით თუ გაატარეთ თუ აქეთ ორივე მხარეს თუ გაატარე ისიც ძალიან დიდი რაოდენობა ეხლა სამხარეს რამდენს გაატარებთ სამხარეს მაგას მე დაიქთულიან ექსპერტები და მოგვახსენებენ ალბათ რა და მეოთხე რაც თავარია ეს არის პოლიტიკა. თო სამხარეს გატარებაც კი ეყოფა საქართველოს ისე. ხო, მაგას ვამბობ მეც და ეხლა მე მეოთხე პოლიტიკური მხარეს განვიხილავთ, კიდევ ცოტა მოგვიანებით განვიხილოთ, რომ ყველა აი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა ჩნდება საქართველოში. რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ძალიან აუცილებელია. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ჯერჯერობით მოდით ჩვენ აი ეკონომიკურ მხარეზე და უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ, ესე ჯობია კახი. ეხლა მე გითმობს მთლიანად მიკროფონს, იმიტომ რომ მე სახში არ ვეწევი, გავართან მოვწევ, ურსასმენი მიკეთია და მოგისმენ. მე ბატონი მალხაზი ამოვიყვანოთ უკვე აი და უკვე ეკონომიკურ კი და რომ მოხვალ მე 5 წუთით გასვლა მჭირდება უბრალოდ რომ მოხვალ სიგარეტიდან მე გავა 5 წუთით და მე ასე ვთქვათ. კი მე დავბრუნდები. ხო. კი, მე თვალე დავბრუნდები ახლავე. მე მოდი სანამ ბადრი მოვა აქეთ კომენტარს წავიკითხო და მაგის მერე ამ რუსს რო უსმენ გული მიკვდება ორის მერე ვერ გავიგე ახლა უსმენი მაზნეშვილზე ისტორიებსა და მაგის მერე ამ რუსს რო უსმენდი გული მიკვდება ბადრი არ არის რუსი ქართველია მე ვაფშე ხუთშვილი ვარ მე მგონი რა ვიცი შეგეშალა რაღაც მეფარიშვილო სხვადასხვა მეფარიშვილი ცოტა ისეთი გვარი ებრალი ხო არა ხარ შემთხვევით რაც შეეხება ბადრი რასაც საუბრობდა მოდი მაგაზე იდეოლოგიურად რუსი ვარ ხო კაი რაც შეეხება ბადრი რასაც საუბრობდა რა მოკლედ ერთადერთი ორგანიზაცია რომელსაც შეუძლია ქართული სატრანზიტო საკითხი გაშალოს და რეალიზება მოუხდინოს ეს არის ბრიქსი არც ერთ სხვა ორგანიზაციას ეგ არ შეუძლია საბედნიეროდ იმიტომ რომ შეეძლოს ფაქტიურად ჩვენ მოუკიდეოლოგია არ გვხდებოდა ფაქტი ფაქტად უნდა დარჩეს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, ხო, ანუ ჩვენი ქვეყნის როგორ გითხრათ, ანუ შიდა იდეოლოგიურ საკითხებში არ ერევა ანუ არ ერევა ეს ორგანიზაციები და ის ქვეყნები, რომლებიც ბრიქსში შედიან, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ამ ორგანიზაციაში შედის, მათ არ აქვთ როგორ გითხრათ, ეხა რაღაცა ისეთი კრიტერიუმები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც მოიცავს რაღაც პოლიტიკურ და იდეოლოგიურ გადაწყვეტილებებს. ხო, ბრაზილია ვაფშე განსხვავდება ირანისგან, ირანი განსხვავდება ჩინეთისგან და ჩინეთი განსხვავდება რუსეთისგან. აი, მოდი კომენტარი მინდა რომ წავიკითხო. დათო მეფალიშვილი წერს ისე, რომ რატო ვირჩეთ დამარცხებულ მხარესო. თავიდანვე დამარცხებულია ბრიქსიო. ელემენტარულად მე გეტყვით ესე რა საქართველოს მუდმივად ითხოვს საქართველოს მუდმივად ირჩევს დამარცხებულებს ესე იგი ეცავთ ბოშოს მოვერიდო საქართველოს მუდმივად ირჩევს დამარცხებულებს რუსულად არავინ არ ლაპარაკობს, აქ ჩეხურად ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ჩეხეთში გავიზარდემე და იქაური მეუღლე მყავს. ვაფშე ძალიან ცუდია გაუნათლებელ ადამიანთან ლაპარაკი. ძალიან ცუდია გაუნათლებელ ადამიანთან ლაპარაკი, იმიტომ რომ ვერც არჩევს დიალექტებს, სლავურ დიალექტებს და მით უმეტეს ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეკონომიკური ან გეოპოლიტიკური ანალიზის გაკეთების უნარი, მაგრამ მაინც ვეცდები სხვებისთვის ახსნა იმას, რასაც ეს ადამიანი კომენტარებში წერს. ბრიქსი
არ გთხოვთ ხალხის უფლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და დემოკრატიასო. კი, ბრიქსი არ ითხოვს ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვას და მევე ეწინააღმდეგები ადამიანის უნივერსალური უფლებების რეზოლუციას, რომელიც მიიღო გაერომ, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებას, რომ იყოს თვითმყოფადი თავისუფალი ადამიანი, სულიერი არსება. ანუ ქართული კონსერვატიზმი აზრებს, რომ ჩვენ ვართ ადამიანის შთამომავლები და ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ესენი ვართ ქართული კონსერვატორები და ჩვენი აღქმით ადამიანის ცნობიერება უნდა იყოს განმტკიცებული მისი პოლიტიკური სოფხედურობით. ხო და ამიტომ როდესაც მეუბნები რომ ადამიანის უფლებებს გთხოვენო, ხო, არ მთხოვენ ადამიანის უფლებებს, მე მთხოვენ ადამიანის უნივერსალური უფლებების რეზოლუციის დაცვას, რომელიც მიიღო გაერომ, რომელიც არის მიმართული ადამიანის უზენაესი უფლებების დარღვევისკენ. შემდეგ ეკონომიკურ გაძლიერებას არავინ არ გთხოვს, კაცო. მოდი გეტყვი ზუსტად როგორ უნდა გადაამოწმო, რომ არ გთხოვენ დასავლელები და ევროპელები ეკონომიკის გაძლიერებას. ადექი დაგუგლე 12 პუნქტი რომ გამოგვიგზავნეს საქართველოს განვითარების, რომ პროევროპული გზა ქონოდა უკეთესი, საწერია მანდ ეკონომიკური რეფორმა და თუ უფრო ისეთი რეფორმები წერია, რომელიც მართველ სადავეებს აბარებს გლობალისტებს. აი ნახე 12 პუნქტი და მერე 9 პუნქტი რომ გამოგვიგზავნეს, იმ 12 პუნქტის ვითომ შესრულების მერე 9 პუნქტი რომ გამოგვიგზავნეს, ის 9 პუნქტიც ნახე. 21 პუნქტი საერთო ჯამში რაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, თორე ისე ძალიან ბევრი პუნქტი არის გამოგვიგზავნილი. აი მაგ საჯარო 21 პუნქტში მითხარი ერთი ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნა. ახლა გავყვეთ არ არის და იმიტომ არ აქვს ინტერესი ევროკავშირის საქართველოს ეკონომიკური რეფორმების. და დემოკრატიასო. მოდი დემოკრატიას თავის ქვეყანაში მიხედოს ყველამ. საქართველოში დემოკრატია რო არ იყოს, რუსთაველზე ის ხალხი პიროტექნიკებს რო ისროდნენ, ხო, ეხლა იქნებოდნენ ჩამოკიდებულები ამ წეკრანით იმაზე, ხო, დიდ დიღომში მშენებლობებზე ჩამოხრჩობილები იქნებოდნენ ხალხი, ჩვენ რო აქ ირანი გქონდეს, ან თუნდაც რავი ნებისმიერი სხვა არადემოკრატიული ქვეყანა, ხო? დემოკრატია როგორც ასეთი ზედმეტიც არის საქართველოში და ცოტა შესაკვეციც არის, სიმართლე გითხრათ, და ყველა იდიოტს ეძლევა საუბრის საშუალება და პოლიტიკური რაღაცა კრიზისის მოწყობის საშუალება. საერთო ჯამში ვერაფერს თუს ვერ ხედავ რაში? წაკითხული მაქვს, დანახი მაქვს, რა აქვს წაკითხული? რეზოლუცია? უნივერსალური უფლებების რეზოლუცია გაქვს წაკითხული, ცუც იმიტომ ვერ ხედავ, ალბათ ან გეი აქტივისტი ხარ, ან თვითონ ხარ გეი. შესაბამისად, ცუც ვერ დაინახავ, იმიტომ რომ იქ ადამიანის თავისუფლება გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებაში და არა მის სულიერ თავისუფლებაში და მე ქართული კონსერვატორი ვარ და არ ვთვლი რომ ადამიანის თავისუფლება არის მისი სექსუალური ბნებების გამოხატვის თავისუფლება, არამედ მისი ბნებებისგან განთავისუფლებული შეგნების ქონა არის შემეცი თავისუფლება და